მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევამოწმებთ რომელი ქართველი იუთუბერი არის ყველაზე პოპულარული, რომელს ყავს ყველაზე მეტი გამომწერი, რომელს დაუგროვდა ყველაზე მეტი ნახვა და რეალურად ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული შემოსავლების, თუმცა ეს თლად ასე არ არის და სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული სპონსორების მისვლა სხვადასხვა იუთუბერთან. რაც შეეხება YouTube ნახვებიდან პირდაპირ შემოსავალს, ეს საქართველოში საკმაოდ ცოტაა. მოდი გადავათვალიეროთ ქართველი იუთუბერები, მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. დავიწყოთ მეგობრებო, მოდი ორ საიტზე შევამოწმოთ იუთუბერების რეიტინგი, ქართველი იუთუბერების. ერთი ეს არის VidIQ და მეორე ეს არის Social Blade. მოდი დავიწყოთ Social Blade-ით და Social Blade-ს თავის რეიტინგი აქვს, რომელშიც ფუნქცია რომ შეაჯამოს subscriber-ების რაოდენობა და ვიდეოს ნახვები და ასე დაალაგოს რეიტინგი. აქ ახლა მეგობრებო შეამჩნევთ რომ ბევრი არის რუსული არხი. მოდი ჩვენ ეს რუსული არხებს არ მივაქციოთ ყველა დღეობა, ვინაიდან მათი უმეტესობა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში შემოსული იუთუბერები არიან, როგორც იცით, უკრაინის ოკუპაციის გამო YouTube-მა გაუთიშა მონეტიზაცია რუსეთში ყოფ იუთუბერებს. Სამომისად მათი უმეტესობა ან სომხეთში ჩამოვიდა, ან საქართველოში და მეასე ადგილზე არის ამელკა, კარამელკა. მე მგონი აბა ვნახოთ რა არის. ამელკას საბავშვო არხია სავარაუდოდ. ნახვები რა ქონდა? ბოლო 30 დღის განმავლობაში ქონდა თითქმის 3 მილიონი ნახვა, რაც არის $728. პირდაპირ შემოსავლები აქვს დათვლილი, რა თქმა უნდა, იმის გარეშე, რა ქვია, სპონსორების გარეშე. $728-დან $11,000-მდე. სავარაუდოდ $1,000 იქნება ვინაიდან საბავშვო კონტენტია და თან საქართველოდან არის დაახლოებით $1,000 იქნება თვიორით ამ არხის შემოსავალი. მოდი ნახოთ აბა რა არხია ეს გადავიდეთ და ინტერესებს რევიდება. ყველაზე პოპულარული ვიდეო ნახოთ. აბა რა არის? ალისა, აი თურმე სათყოფილ ხარ, სწრაფად მოემზადე, გადაღებები გვაქვს. რა გადაღებები? 24 საათი დივანზე. ეს სტანდარტული ვიდეოა, რომელშიც ძალიან ბევრი არის YouTube-ში უცხოეთში ესეთი, რომელშიც აი დადგმული სცენები და სხვა ენაზე ლაპარაკობენ და აშკარად თარგმნილია. გახმოვანება არის აი ძველად რო ის იყო, რა ქვია, სანამ საიტები დაიწყებდნენ გახმოვანებას, სამოყვარულო დონეზე რო ახმოვანებდნენ, აი ესეთი გახმოვანება აქვს, მოკლედ ესეა. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ ნინო ჩხიძის რამდენი აქვს ნახვები, ნუ ეს მუსიკალური იმის რა ქვია, კლიპების არხია და შესაბამისად ნახვები შეიძლება ბევრი კონდეს. $3,600,000 ნახვა ქონია წინა თვეს. $842-დან $3,000-მდე. მოდი ყველაზე პოპულარული ვიდეო. ნუ ეხლა აქ იქნება მუსიკა და მისი კლიპი. გზაზე მიდის კურდღელი, რომელსაც 57 მილიონი ნახვა აქვს. არ მეკვირს ეს პოპულარული ვიდეოა ბავშვებში. აქ არის დუეტი ლეონი და სეიშენი. რომელსაც ჰქონდა 1,600,000 ნახვა წინა თვეს, როგორც ხედავთ, აი აქ. აქვე არის რუსთავი 2, რომელსაც 160,000 ნახვა აქვს, როგორც ხედავთ. 314,000 გამომწერი. 160 მილიონი პროცენტ. თლიან 160 მილიონი აქვს, თლიანად რაც არხი არსებობს, მაგრამ წინა თვეში რამდენი მქონდა, ვნახოთ. 3 მილიონი ნახვა. მაგრამ რა თქმა უნდა, ხა რუსთავი 2-ის პოლიტიკურ გადაცემებს არ აქვს რეიტინგი, გასაგები არის გამოც. და არის აქ პაატა გულიაშვილის შოუდან მონაკვეთები, სიმღერები და ამას აქვს ნახვები და კომედი შოუს ძველი ვიდეოა, რომელსაც 1 მილიონი ნახვა აქვს დაახლოებით. ყველაზე დიდი ნახვა ქონია ძმობის სიმღერას 18 მილიონი ნახვა. ადეკვატური რუსი, ეს არის ძალიან საინტერესო არხია მეგობრებო ესა. ეს ვიცი ეს არხი, ხედავთ აქ დროშას, წითელი ფერი არის აღებული, ვინაიდან რუსეთში ადეკვატური რუსები როგორც ესა რუსი ცდილობენ ახალი სახელმწიფო შექმნან და არ იყოს დაფუძნებული წარსულ ძალადობაზე და შესაბამისად მათ დროშაზე, მომავლის რუსეთის დროშაზე ამოღებული იქნება წითელი ფერი როგორც ძალადობის სიმბოლო და მხოლოდ თეთრი ლურჯი და თეთრი ფერის იქნება. ნუ ახლა აქ არის პოლიტიკური ვიდეოები რუსეთ-უკრაინის ომიდან. ნახვები ვნახოთ, აბა ნახვები წინა თვეს ქონია 4 მილიონი ნახვა, შვენიერი რეიტინგი აქვს. ნუ გოჯი პეპა
აქ ახლა რუსული არხები, Formula News-ი უსწრებს როგორც ხედავთ რუსთავიორს, ნახვებშიც, გამომწერებშიც. ზაქრო ქიმაძე, ეს არ ვიცი ვინ არის, 20,000 გამომწერი ყოლია და სავარაუდოდ ვიდეოების ნახვების გამო ამოწია Social Blade-მა 84 ადგილზე გამომწერები. იმდენი არ ყავს რაც ხვებს. მთავარი არხი არის 76 ადგილზე ხედავთ. რომელიც უსწრებს ფორმულასაც და რუსთავიორს ფაქტიურად აქვს თავისი იმის გარკვეა შოუების ხარჯზე რეიტინგი. მოდი თავარ არხს ნახოთ აბა. ახალი შაბათის შოუ, სკეჩები, რომელსაც ძალიან ბევრი ნახვები აქვს, რაც არის დაახლოებით $900-დან $15,000-მდე. პასტი ბუბუს ის არის, რა ქვია, არხი, პატაგულიაში თავის შოუს არხი იქნება სავარაუდოდ. თავისი არხიც ქონია. კი ბატონო, და ამას ქონია ნახვები წინათვეს 5,100,000 ნახვა. აქვე არის პოსტივი, რომელსაც აქვს 220,000 გამომწერი და 97 მილიონი ნახვა მთლიანობაში. სუპერ გრანის ფანი ის რა არის, ვნახოთ. ეს რატო არის საქართველოდან? რუსების არხია ინგლისურ ენაზე, ვნახოთ ეს რა არის, გადავიდეთ. ლაივში არის ეხაც. ეს რაღაც უცნაურია არხია მეგობრებო. ბავშვებზეა ესეც გათვლილი სავარაუდოდ. კი ბატონო, ესეც საბავშვო არხია და როგორც ხედავთ, რაღაცა ანიმაციებიც არის, 3D ანიმაციები, ოღონდ დაბალი ხარისხის. გუგა TV 22, აბა ეს რა არის, ვნახოთ. ეს ფეხბურთის არხია სავარაუდოდ. 4 მილიონი ნახვა ქონია წინათვეს. რაც არის მინიმუმ არის $1,000, $1,200 ამ ნახვებზე. აი ხედავთ მეგობრებო, რამდენ არხს აქვს საქართველოს მითითებული. ჯერჯერობით ცნობილი იუთუბერები როგორც ხედავთ არ შეგხვედრიან. შეიძლება გამორჩა ვინმე, მაგრამ აქ ასკარად არ არის. ზოგადად არის აი მასობრივი რა წარმოება, ისეთი ბავშვები რო უყურებენ, ეგეთი არხები არის ზოგადად. ეს არის ნახოთ აბა ბექა ქართული არხი არის რაღაცა. ეს არის ნახოთ აბა რა არხია, რატო აქამდენი ნახვები. 6 მილიონი ნახვა აქვს ამ არხს მეგობრებო, ნახოთ აბა რა ვიდეოები აქვს. გეიმერი ყოფილა ბექა. მოდი ყველაზე პოპულარული ვიდეო რა აქვს. 100,000 ნახვა. აშკარად არ უნდა გქონდეს ამდენი, მაგრამ დიდი რაოდენობით ტვირთავს ეთყობა ვიდეოებს. ან ბოლო ვიდეო ატვირთული აქვს 6 თვის წინ, რომ ესეც არ გამოდის. მაშინ შორტები ვნახოთ აბა. 4 მილიონი, აი ხედავთ, აგერ არის ხედავთ. ყველაზე პოპულარული ვიდეო არის 10 მილიონიანი ეს. ჩემი ცოლის დაკალები არის 31 ადგილზე ხედავთ. ასევე კომედი შოუ, კომედი გრუპი. ეს რომელი კომედი გრუპია? კი ბატონო. ალხაზიშვილის. ნახვები 9,800,000 ნახვა აქვს ამ არხს მეგობრებო და მინიმუმ $2,500 ყოველ თვე. ჩემი ცოლის დაკალები, ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის პოპულარულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი არა, შუაქალაქთან შეიძლება შედარება. 10 მილიონი ნახვა ქონდა წინათვეს მეგობრებო და რაც არის მინიმუმ $2,600. აი მივედით ჟირაფი ჟოზე, ბევრს აინტერესებდა ეს, ნახოთ აბა ჟირაფ ჟოზეს რამდენი ნახვა აქვს. B+ რეიტინგი მიცა და წინათვეს ქონდა 13 მილიონი ნახვა. 13 მილიონი ნახვა. მართალია $3,400 აქვს, მაგრამ ჟირაფი ჟოზე და ეს არხი ზოგადად თავარ თანხებს ალბათ სხვა სპონსორებიდან და გაყიდვებიდან უფრო იღებს ვიდრე აქედან. აი ემილი TV ვნახოთ აბა. გაიზარდა ემილი და დღემდე პოპულარულია. 14 მილიონი ნახვა ქონდა წინათვეს, როგორც ხედავთ. რაც არის 3,700 მინიმუმ $. ნუ მინიმუმს იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად უფრო მინიმუმები არის საქართველოსთვის, ვინაიდან მაქსიმუმები ძირითადად ეხება საფრანგეთს, გერმანიას, ამერიკას და ისეთ ქვეყნებს, რომელშიც მეტ თანხას იხდის YouTube.
მაქსიმუმი არის მაგალითად ეს არხი რომ იყოს ამერიკაში ყოველთვიურად გადავხდიდნენ $60,000 მარტო ნახვებიდან. ეხლა რაღაცები რეჟუკინო, იანოჩკა რაღაცები. როგორც ხედავთ მეგობრებო, ჯერჯერობით არც ერთი ცნობილი იუთუბერი social blade-ის რეიტინგში არ არის. მე თუ გამომრჩა დაწერეთ კომენტარებში თუ რომელიმე აქ ნახეთ და გამომრჩა. 30 მილიონი ნახო გონია. 30 დღის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში ნახოთ აბა რა არხია. არა ისიც საბავშვო არხია. საბავშვო არხია. როდესაც ბევრი ნახვები აქვს. ყოველდღიური სიცილიის დოზა, ნახოთ რა არხია. მე 9 ადგილზე არის ტელეკომპანია იმედი. აბა რითი აქვს დაგროვებული ნახვები. ნახოთ ტელეკომპანია იმედს. ბოლო თვეში ჰქონდა 33 მილიონი ნახვა. რა თქმა უნდა, გამიშოუს ბენდი და მაგრამ მასობრივი წარმოებაა და უყურებს ხალხი. აქედან ზოგიერთს არ აუშვებს, აი ეს მაგალითად ჯგუფი ბანი მეც მომწონს. ესეც არ გამოვიდა ცუდი და ამერიკი ტელეფონიც არ არის ცუდი. გილიგაშვილსაც არ ქონდა ცუდი სიმღერა. ურსა რა თქმა უნდა, ურსა 14 მილიონი ნახვა აქვს და ურსას ნახვები უფრო გაიზრდება და ახლა ამის გამო აქვს ძირითადად ტელეკომპანია იმედს აი ნახვები ხედავთ. სულ არის მუსიკალური კლიპები და სიმღერები. აი გია სურამელაშვილიც არის და ნინო ჩხეიძეც და ეს ნახვები მოდის გამიშოუს ბენდიდან. მერვე ადგილზე არის ეკატერინე ბუნებრივი ეკატერინე, აბა ნახოთ, ესეც რუსი იქნება, რა თქმა უნდა, რომელიც ომის შემდეგ არის შემოსული. ნახოთ აბა. კი ბატონო, რუსული არხია, მარგიტეს. Double Bubble ესეც ნახოთ აბა რა არის. რომელიც არის მეხუთე ადგილზე social blade-ის რეიტინგით. არა, ვიდეოებიც ქონია. აი ხედავთ რაც არის, საბავშვოებია ესეც. რუსული არხი, რომელიც ომის მერე საქართველოში შემოვიდა და აქ საქართველო აქვს მითითებული. შორტები, რომელიც ინგლისურ ენაზე ტვირთავს და სავარაუდოდ ესეც რუსეთიდან შემოსული 78 მილიონი ნახო და ასე შემდეგ. და პირველ ორ ადგილზე არის კოტვისკი და ილია ბორზოვი. აბა ილია ბორზოვი, რომელსაც აქვს 28 მილიონი გამომწერი ყავს და 18 მილიარდი ნახვა აქვს. 18 მილიარდი ნახვა აქვს ამ იუთუბერს, რომელიც სავარაუდოდ შემოსულია რუსეთიდან და ოქროს ისიც აქვს, ვერცხლისიც აქვს და ასე შემდეგ. ვიდეოები აქვს დამალული სავარაუდოდ. იმაზე პრივატზე აქვს გადაყვანილი ვიდეოები, ვინაიდან ომის მერე ალბათ 4 ვიდეო უდევს. ესეც არის ინგლისურ ენაზე აქ ხედავთ, ამიტომ არის ამდენი ნახვები. აქედან აქ ნახვები, აი მაგალითად ამას აქვს ერთ ვიდეოს აქვს 774 მილიონი ნახვა, ნახოთ აბა რა ვიდეო. თუმცა ჩაუვარდა და ეხლა ვიღაცები პარავენ ამას. დადგმულია ესეც რა. ეს ეხლა ძალიან დადგმულია. ესეც დადგმულია სავარაუდოდ. კი ბატონო, დადგმული ვიდეოებით ხედავთ რამ ხელა ნახვებზე ასული ილია. როგორც ხედავთ მეგობრებო, არც ერთი ქართველი იუთუბერი ცნობილი არ არის, ამიტომ მოდი ჩვენ ახლა subscriber-ებზე გადავიდეთ. იქნება ვიდეოიქიუზე მაინც იყვნენ რომელიმე ქართველი ცნობილი იუთუბერი. კაი, დავიწყოთ თავიდან. ილია ბორზოვი არის აქ პირველ ადგილზე რა თქმა უნდა, 28 მილიონი გამომწერით. Double Bubble, აქ ქართველები არ იქნებიან. ვინ არის აბა პირველი ქართველი? ესე თბილისი და საქართველო ხო გავისურვო რუსებით და ჩვენი არხიც ჩვენი ისიც რა ქვია, YouTube-ის გავსებულა რუსებით. პირველ ადგილზე არის ხედავთ 1 მილიონი გამომწერი ტელეკომპანია იმედი. მეორეზე არის Emily TV. ვინმე თუ გამომრჩა მითხარით. კომედი შოუ, კომედი ჯგუფიც არის აქ 694 დღეს გამომწერით. ჩემი ცოლის დაქალები. ჟირაფი ჟოზე. ნინო კრავეიშვილი. ცეკვის ჯგუფი რაღაც. თბილისი Play, Emily Family. Hi Hungry Man.
94 ადგილზეა გამომწერების რაოდენობის მიხედვით. მოდი Hungry Man-ს ნახოთ, რამდენი ნახვა აქვს. Hungry Man-ს აქვს მეგობრებო 3 მილიონი ნახვა წინა თვეს. $1500 ანუ ამის ისა. $1500-დან $3000-მდე არის ამ არხის სავარაუდო შემოსავალი პირდაპირ ნახვებით. ხო, სხვა ასეულში გამომწერების რაოდენობის მიხედვით არ არის პირველ არხი არის კიდე. პირველი არხი ასევე 372,000 გამომწერით. სხვა ნახვების მიხედვით აქ არც საეჭვო კაცი, არც ოქტობუსი მე არ შემხედრია არც. ეთქობა არის. მოდი ხო ვიდეოს ნახობის მიხედვით დავაწყოთ. ვიდეოს ნახობის მიხედვით ვიდეოების მიხედვით არის. ყველაზე მეტი ვიდეო ატვირთული აქვს. 217,000 ვიდეო აქვს ატვირთული პირველ არხს მეგობრებო. 217 არ მოგესმეთ 217,000 ვიდეო აქვს ატვირთული პირველ არხს. 100,000 ვიდეო აქვს ატვირთული დაახლოებით ტელეკომპანია იმედს 100,000 ვიდეო. აქედან მოდის ამათი რეიტინგი შესაბამისად. სეტანტა სპორტი აგერ გამოჩნდა 6,000 ვიდეო აქვს ატვირთული 179 მილიონი ნახვა. კომედი ჯგუფი 4,000 ვიდეო 880,000 ნახვა 2,000 ვიდეო აქვს ჩემი ცოლის დაკალებს და ანახეთ ახლა ჩემი ცოლის დაკალები და პირველი არხი როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ესე 217,000 ვიდეო აქვს ატვირთული. ესე იგი YouTube-ის ისინი რა ქვია სერვერები აუთვისებიათ მთლიანად. Emily TV 584 ვიდეო აქვს მეტი არა აქვს ატვირთული დანარჩენი შეიძლება დააპრივატებული აქვს ან გადაყვანილი აქვს პრივატზე. Hungry Man-ს აქვს 218 ვიდეო ამ ეტაპზე. ჟირაბჟოზე 154. მიუხედავად იმისა, რომ 217,000 ვიდეო აქვს ატვირთული, 329 მილიონი ნახვა აქვს პირველ არხს. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში, ვინ უნდა იყვნენ ამ რეიტინგში და ვის ეკუთვნის ტოპ 100 ქართველ იუთუბერში მოხვედრა და დაწერეთ ასე კომენტარებში, ვინ გეგონათ რომ იქნებოდნენ უფრო მაღალ პოზიციაზე ამ რეიტინგში. დიდი მადლობა.